დაუნინგ სტრიტზე ვოლდიმერ ზელენსკის გამოჩენას დილიდან ელოდნენ. ის დიდი ბრიტანეთის პრემიერისთვის მთავარი სტუმარია, თუმცა არა ერთადერთი. კირ სტარმერმა ოფისში საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებიც მიიღო, რათა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნაკარნახევ სამშვიდობო გეგმაში ევროპული პოზიციები გაამყარონ. ლონდონი, პარიზი და ბერლინი კიევისთვის წონიანი პარტნიორობაა, რომლის იმედიც აქვს და არწმუნებენ, რომ უნდა ჰქონდეს კიდეც. ამერიკის ზეწოლაზე, რუსეთის ულტიმატუმებზე და ევროპის კოორდინირებულ პასუხზე კონტინენტის ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალები ერთად მუშაობენ, მათ შორის დისტანციური ზარით ევროპის სხვა დედაქალაქებთან. ამ კონფლიქტის მეოთხე წელი სრულდება და ის კრიტიკულ ეტაპზეა. ხარს ვუჭერთ მშვიდობას, ვსაუბრობთ სამშვიდობო გეგმის ირგვლივ. ამავე დროს არსებობს პრინციპები, რომ ჩვენ მდგავართ უკრაინის გვერდით და მშვიდობა უნდა იყოს მყარი და ხანგრძლივი. მნიშვნელოვანია ამას ხაზი განმეორებითაც გავუსვათ. ჩვენ აქ ვართ თქვენს მხარდასაჭერად კონფლიქტში და მოლაპარაკებებში. მოხარული ვარ თქვენი აქ ხილვით. მნიშვნელოვანია მგრძნობიარე თემებზე ორგანიზებული მუშაობა სამშვიდობო მოლაპარაკებების ირგვლივ. ჩვენი გუნდი დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქმის კურსში ჩაგვაყენებენ ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკებების თაობაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ესაა ერთობა ევროპასა და უკრაინას შორის, ასევე ჩვენი ერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არსებობს საკითხები, რომლებსაც ამერიკელების გარეშე ან ევროპის გარეშე ვერ განვახორციელებთ. ასე რომ სასაუბრო ბევრია, მისაღებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ყველა მხარს ვუჭერთ უკრაინასა და მშვიდობას, სამშვიდობო მოლაპარაკებებს მტკიცე და მდგრადი მშვიდობისთვის. ხელთ ბევრი ბერკეტი გვაქვს, იქნება ეს ფინანსები თუ შეიარაღება და აღჭურვა, რათა უკრაინამ გააგრძელოს თავდაცვა. ფაქტია, რომ რუსული ეკონომიკა ჩვენი თუ ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო სანქციებით პრობლემებს განიცდის. საკვანძო საკითხი არის ჩვენი ერთობლივი პოზიცია, რათა მოხდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფინალიზება, რათა შეიქმნას საუკეთესო პოზიცია უკრაინისთვის და ევროპისთვის, კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. საუბრებთ უახლოეს დღეებზე, რადგან ეს შესაძლოა იყოს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან გადამწყვეტი მომენტი. ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ამავდროულად ვხედავთ მოლაპარაკებებს მოსკოვში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოვისმენთ თქვენგან მეტ ინფორმაციას, ვდგებით კვლავ უკრაინის გვერდით. ვიცით, რომ უკრაინის ბედის წერა ევროპის ბედის წერაა. ამიტომაც ვართ აქ, რომ მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეგვიძლია. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ. ამ ნაწილში მყარად ვდგავართ. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტის მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის. აქ ამიტომაც ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ. უკრაინის პრეზიდენტი დღეს ყველა იმ დოკუმენტითა და ინფორმაციით შეიარაღდება, რომელსაც მას შტატებში უქმეებზე მყოფი უკრაინული დელეგაცია მიაწოდებს. 4-6 დეკემბერს მაიამიში უკრაინის წარმომადგენლები ისევ ჩაფრინდნენ და ამ შემთხვევაში მოსკოვის მიერ ნაპასუხევი გეგმა ამერიკელებთან განიხილეს. თავისი ნიუანსებით და აქტუალური წინადადებებით. როგორც ჩანს, უკრაინა ელის, რომ გარკვეულ საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმაში ცვლილებებს განიხილავს. ეს მაშინ, როდესაც რუსეთიც იმის მოლოდინშია, რომ ვაშინგტონის მხრიდან მათთვის დანაპირები ურყევი და გარდაუვალია. გამოცემა ბლუმბერგთან უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დონბასის საკითხზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს და არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ რას გააკეთებენ პარტნიორები მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში. სამშვიდობო პროცესის პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კვლავ იმედგაცრუებებზე საუბრობს, თუმცა ამჯერად უკრაინის მხრიდან. რუსეთის პასუხებით დონალდ ტრამპის სავსებით კმაყოფილი ჩანს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გონია, რომ მის უკრაინელ კოლეგას სამშვიდობო გეგმა უკვე მოსკოვური აქცენტებით არ წაუკითხავს. ველაპარაკებით ვლადიმერ პუტინს და ველაპარაკებით უკრაინელ ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. უნდა ვთქვა, რომ ისიც ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ ჩვენი წინადადება არ წაუკითხავს. თითქოს ეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. მის ხალხს ეს წინადადება მოსწონს, მაგრამ მას არა. რუსეთი თანახმაა. ჯერა რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს. მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესზე, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩენილ საკითხებზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში. კიტ კელოგის თქმით, პროცესი შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა, თუ არ ჩავთვლით დონბასის რეგიონისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალს.
ვფიქრობ, ამ კონფლიქტის დასრულების მხრივ ბოლო 10 მეტრის გავლაღა დაგვრჩა. დაგრჩენილია რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში ლუჰანსკი, დონეცკი, ხერსონი და ზაპოროჟიის ატომური სადგური. ვფიქრობ, თუ ამ ორ საკითხს მოვაგვარებთ, დანარჩენი საკითხებიც მოგვარდება და ყველაფერი კარგად წარიმართება. სურს ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მასშტაბურია ეს ომი, როდესაც რეგიონალურ კონფლიქტებზე საუბრობთ. საბჭოთა კავშირმა ავღანეთი დატოვა 18000 ჯარისკაცის დაკარგვის შემდეგ. ჩვენ ვიეტნამი დავკარგეთ 58.000-იანი დანაკარგვის შემდეგ. რუსეთმა და უკრაინამ ერთად ამ ომში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა. ეს კონფლიქტი მალე უნდა დავასრულოთ და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მიზანს ვუახლოვდებით. ლონდონის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ბრიუსელში ელიან, სადაც ნატოს გენერალურ მდივანსა და ევროპული საბჭოსა თუ ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდება. რა ითქმება ამის შემდეგ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამას დიდი ყურადღებით ელოდებიან კრემლში. თქვენ იცით, რომ მოსკოვში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა პუტინის, უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრაზე. შემდეგ უიტკოფმა და კუშნერმა იმუშავეს მოსკოვში მიღწეულ შედეგებზე. იმუშავეს უკრაინის დელეგაციასთან ერთად, რომელსაც უმეროვი ხელმძღვანელობდა. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ ამ სამუშაოს შედეგები. დიპლომატიური განცხადებების ფონზე რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს განაგრძობს. ბოლოს სამიზნე იყო სუმის ოლქი, სადაც მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. დაშავდნენ ადამიანები. რუსეთი ამტკიცებს, რომ ფრონტის ხაზზე ხელშესახები მიღწევები აქვს და მისი შეიარაღებული ძალები ხერსონისა და დონეცკის მიმართულებით წინ მიიწევენ. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინული მხარე. კიევის ცნობით, ქვეყანა თავდაცვის ხაზს ინარჩუნებს. ჩვენ სამხედრო პირები ვართ, ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი ქვეყანა და ხალხი. ბუნებრივია, რომ ჩვენთვის მიუღებელია ტერიტორიების დათმობა და მე ამ სცენარზე ფიქრის უფლებასაც კი არ ვაძლევ საკუთარ თავს. ჩვენ გვსურს მშვიდობა, მტერი კი აგრძელებს მის თავდასხმებს. სამშვიდობო მოლაპარაკებები კი მხოლოდ ნიღაბია. არ არსებობს არანაირი პაუზა ან ოპერაციების გადავადება. ისინი აგრძელებენ მცდელობას მოიხოჭონ სულ უფრო მეტი ტერიტორია მოლაპარაკებების საფარქვეში. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების, იმედი გვაქვს ისინი მზად იქნებიან მოგვაწოდონ ყველაფერი, რაც გვესაჭიროება ამ აგრესიულ ომში. ჩვენ ამ წუთას ვიცავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპასაც. ჩვენ რომ არა, ევროპა იძულებული იქნებოდა ებრძოლა. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივა გამოთქვა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დიპლომატიური მოლაპარაკებები ხელშესახებ ნიშნულამდე მივიდა. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სხვა ვადები და გეგმები ჰქონდა, თუმცა სამშვიდობო პროცესში გარკვეულ პროგრესს არც ერთი აქტორი არ უარყოფს. არსებობს მოლოდინი, რომ 4 წლიანი ომის დასრულების თვალსაზრისით ხელშესახები კონტურები უკვე უახლოეს დღეებში გამოიკვეთოს.